ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ შემოგთავაზა მოკლე მონაკვეთი ინტერვიუდან, რომელიც მათ ჩაწერეს ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებათა კომისართან. ის იმყოფებოდა საქართველოში 21-23 იანვარს. მას ჰქონდა შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მან მოუწოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართულ ოცნებას, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. რადიო თავისუფლებას გეუბნება, რომ შემაშფოთებელია ის, რაც ნახა, რაც მოისმინა საქართველოში, რადგან მზია ამაღლობელი უკვე მე-19 დღეა შიმშილობს და მისი თქმით საქმე ეხება არათუ პატიმრობას ან პატიმრობიდან გათავისუფლებას, არამედ უკვე მის ჯანმრთელობას და შესაბამისად ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ფიქრობს, რომ სასწრაფო მოქმედებაა საჭირო და სასწრაფო ზომების მიღება იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. საქართველოდან უკიდურესად შეშფოთებული დაუბრუნდი. ძალიან მადარდებს ის ჟურნალისტი, რომელიც საპატიმროში შიმშილობს. ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ეს მხოლოდ თავისუფლების და პატიმრობის საკითხი არ არის. ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ამ უმძიმეს ვითარებაში საჭირო სისწრაფით იმოქმედებს. მზია ამაღლობელზე უკვე ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს დასავლეთში, მათ შორის ევროპარლამენტარები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ის არის სიმბოლო თავისუფალი მედიის და თავისუფალი მედიის არსებობა არის მთავარი საზომი დემოკრატიისა. შესაბამისად, ის როგორც თავისუფალი მედიის წარმომადგენელი უნდა იყოს გათავისუფლებული. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ამბობენ და საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მიანიშნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში, არამედ ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე, რაზეც ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. თავისუფალმა ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ ჩაწერა ევროდეპუტატები, რომლებიც მის კამერასთან ამბობენ, რომ მზია უნდა იყოს თავისუფალი, რომ მას სოლიდარობას უცხადებენ და რომ ქართულმა ოცნებამ ყველა პოლიტიკური პატიმარი დაკავებული პროტესტის დროს უნდა გაათავისუფლოს. Of course, Mzia is like a symbol now. მზია არის ევროპული დემოკრატიული საქართველოს სიმბოლო და ის ადამიანები, ვინც ის დააკავეს, არიან დიქტატურის სიმბოლოები. ეს რუსული, ბელორუსული, პუტინის და ლუკაშენკოს სტილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან და იბრძვიან მათ შორის ამ თამამი ქალისთვის საქართველოში. Well, it's a desperate situation. იმედგამაცრუებელი სიტუაციაა საქართველოში, ამიტომაც ადამიანები რადიკალურ ნაბიჯს დგამენ. მე სრულად ვუჭერ მხარს მზიას, მისი შიმშილობა მტკივნეული და სარისკოა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბრალდებები ხანდახან რადიკალური ქმედებებით უნდა შეცვალო. ჩემი მხარდაჭერა მზიას. Action. Mzia has to be freed immediately. მზია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ის არ უნდა იყოს ციხეში. მე მხარს ვუჭერ მშვიდობიანი პროტესტისადმი ბრუტალური რეპრესიის ყველა მსხვერპლს, მოქალაქეებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს. ეს საშინელებაა, ეს არის უბრალო დემოკრატიული უკუსვლა. ეს უკვე იზრდება ავტორიტარულ რეჟიმში. არჩევნები გაყალბდა. მე დამკვირვებელი ვიყავი. უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგის მხარდაჭერით და უნდა დასანქცირდეს ყველა, ვინც ამ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. There has to be new election. Mzia Amaghlobeli is an example. მზია ამაღლობელი მაგალითია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის. ევროკავშირისთვის დემოკრატიისთვის თავისუფალი მედიის არსებობის ქვაკუთხედია. სადაც მედია დამოუკიდებელია, სადაც სამართალდამცავების ქმედებები პროპორციულია. არ შეიძლება წნეხი და ზეწოლა მედიაზე, რადგან მედია არის დემოკრატიის საზომი და ამ საქმეში მე მზიას მხარეს ვარ და იმედი მაქვს, რომ მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნება დაცული და გათავისუფლება, რათა გააგრძელოს მისი საქმიანობა. You cannot და ცოტა ხნის წინ დასავლური სახელმწიფოების საელჩოებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი ასევე ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და მოხდეს მისი საქმის გადახედვა, რადგან ამ საერთო განცხადებაში საელჩოები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არის დაუსაბუთებელი, რომ ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი და შემაშფოთებელი მაგალითია იმისა, რომ იზღუდება მედიის თავისუფლება და ამ განცხადებაში ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ საელჩოები იმის გამო, რომ აქციების დროს არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული ან გათავისუფლებული სამსახურებრივი მოვალეობისგან და შესაბამისად ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ დროულ რეაგირებას. ხელმომწერები არიან ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები.